მიწისძვრა არის დედამიწის რყევა მის წიაღში წარმოქმნილი მოულოდნელი ძვრების შედეგად. ეს ძვრები თავისთავად წარმოჩნდება ძლიერი ტალღების სახით, რომლებიც უდიდესი სისწრაფით ვრცელდებიან მიწის ქვეშ. მეტნაკლებად ძლიერი რყევები საგრძნობია სეისმოლოგების მიერ დაფიქსირებული კერიდან 1500 კილომეტრის დაშორებითაც. შესაძლებელია ეს რყევები მეორე ნახევარსფერომდეც აღწევდეს. იმის და მიხედვით თუ რამდენად ძლიერია მიწისძვრა, მოსალოდნელია ნიადაგის ზედაპირის დახეთქვა. ამ დროს შესაძლებელია განადგურდეს ყოველივე, რაც მიწის პირზე არსებობს. მიწისძვრის კერა, როგორც წესი, მიწის წიაღში დაახლოებით 16 კილომეტრის სიღრმეზე ივარაუდება. ყოველდღიურად ათასობით მიწისძვრა ხდება და მათ შორის მხოლოდ ცოტა მათგანი არის საგრძნობი ადამიანისათვის. მე-19 საუკუნიდან საფრანგეთისა და ირლანდიის მიწისძვრების შემდეგ დაიწყეს ბუნების ამ მოვლენის დაწვრილებითი სამეცნიერო შესწავლა. კაცობრიობის შიშის სიღრმე, რომელიც მიწისძვრის დროს ვლინდება, თითოეული გონიერი არსების ფიქრს ძალაუნებურად უფლის ყოვლის შემძლეობის რწმენისაკენ მიმართავს და ხშირად ადამიანები ხვდებიან, რაოდენ დროული და სამართლიანია მათზე მოწეული ღვთისრისხვა, რომელიც სწორედ მიწისძვრით, ამ ჭეშმარიტად მრისხანე და დიდებული მოვლენით გამოიხატება. უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა წერილში მიწისძვრა არაერთ გზის იხსენიება. ეს ხდება სოდომისა და გომორის დაქცევის შამს, კორესა და მისი თანამსახველების დაღუპვა მიწის ზედაპირის მოულოდნელი და ძლიერი რყევების შედეგად. მიწა იძრა მაშინაც, როდესაც ილია წინასწარმეტყველი ქორობის მთაზე იმყოფებოდა. ცნობილი ისტორიკოსი ფლავიუსი გვიამბობს იმ ცნობილი მიწისძვრის შესახებ, რომელსაც ახსენებენ ამოს და ზაქარია წინასწარმეტყველები ოზია მეფის დროს. ამ ამბავს ფლავიუსი შეავსებს და ადასტურებს, რომ მიწის ძლიერმა შეძვრამ იერუსალიმის მახლობლად შუაზე გაგლიჯა მთა და თანაც ისე ძლიერად, რომ მთისაგან გადარჩენილ ორ ნაწილს შორის უზარმაზარი ველი გაჩნდა. მიწისძვრა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ნიშანი, ახლდა თან მაცხოვრის ჯვარცმას. ქვეყანა შეიძრა და კლდენი გასკდეს, ანუ მიწა შეიძრა და კლდეები დასკდაო. ამგვარივე მიწისძვრა მოხდა ფილიპიაში მაშინ, როდესაც ორი მოციქული პავლე და შილა იქ დილეგში იყვნენ მპყრობილნი. მიწისძვრა ბიბლიურ კონტექსტში ყოველთვის უკანასკნელი ჟამის განსაცდელებისა და უბედურებების სიმბოლოა. ელეონის მთაზე მოწაფეებთან საუბრისას იესო ქრისტე წინასწარმეტყველებს მიწისძვრას იერუსალიმის დაქცევის შამს. იყვნენ სიღმილნი და სურანი და ძვრანი ადგილ-ადგილ, ხოლო მომდევნო ხანის ისტორიკოსები, როგორც იოსებ ფლავიუსი, ასევე სხვებიც, ამ წინასწარმეტყველების აღსრულებას ადასტურებენ. აპოკალიფსის წიგნში მიწისძვრა არის სიმბოლო ღვთის უკანასკნელი სამსჯავროსი. აქ კიდევ უფრო აშკარავდება, რომ ყოველგვარი თავსდატეხილი ბუნების მოვლენა ესაა ღვთის სამართლიანი რისხვის შედეგი, რაც თავისთავად ისევ კაცთა მოდგმის სულიერ გადარჩენას ემსახურება.